სამშობლო ჩემთვის ნიშნავს ბევრ რამეს. ჩემს სუნთქვას, ჩემს სიცოცხლეს, ჩემს რა ვიცი, სახლს, ბევრ რამეს. ანუ ჩემს სულს, რწმენას. სახლის აშენების დროს მარტო აგურით ან რაღაცა ბლოკით ხომ ვერ აშენებ. მაგას სჭირდება სხვადასხვა ოღონდ საღი, ანუ სალამათი ისინი მასალები, რკინა, ფიცარი, შუშა, რაღაც სხვადასხვა მასალები, ხო? ეს არის სახლი. სახლი უნდა აშენო ამ მასალებით. ასევე ქვეყანა და სამშობლო უნდა ააშენო მრავალფეროვნებით, არა მარტო ერთი ფეროვნებით. წარმოიდგინეთ დიხართ ერთ ოთახში და მარტო თეთრებშია ანუ ასე თქვა, თეთრ ფერებშია. მართლა მოგბეზრდებათ. მაგრამ როცა ოთახში ხართ და სახლში ხართ, რაღაცა ლამაზი სურათებია ჩამოკიდებული, რაღაცა სხვანაირი ფერებია, ფერებით არის შეღებული ოთახი, მაშინ აი სული გაქვს, როგორ გითხრა, მხიარული და ყარანძი ხარ სახლში, ასე თქვა. დიდი სიამოვნებას გაძლევს მაგ სახლში ყოფნა. აი იგრივე ჩემთვის სამშობლო, მრავალფეროვნება. ოღონდ კიდევ ვამბობ, მრავალფეროვნების ხარისხსაც უნდა დავაკვირდეთ. მე ისეთი აზერბაიჯანელი, ისეთი ქართველი რაში მჭირდება იმ საქართველოში, რომელსაც სამშობლოს ფასი არ იცის.